აი ეს ჩემი ესეთი ნაკსოვი აი 5 ორნამენტის სიმაღლეზე, ნახეთ 1 2 3 4 5 და პლუს უკან ესე იგი უგუღმარიგიც მივაქსოვე, ხო? ესე თუ შეხედავთ, აი 1 2 3 4 5 და კიდევ აი აქ ერთი რიგი არის უგუღმარიგი. და აი მოვედი ახლა წაღმარიგი მაქვს მოსაქსოვი. ეხლა როგორც გითხარით, ერთად მოვხსოვოთ, აქ ესე იგი მე ერთადერთი რაც მჭირდება აქ ნახეთ 1 2 3 4 და 5, აქეთ გჯობია 1, აი ახლა ორნამენტებს ვხსოვ, ესა თვლი 1 2 3 4 5 და აი ესეც მოვხსოვე, ხო, ეს უგუღმარიგიც და ეხლა აი აქ ვარ. ჯერჯერობით აი დაპატარებობას ჯერ არ ვაკეთებთ, აი შემდეგი რიგიდან გავაკეთებთ უგუღმარიგში. ანუ ეხლა წაღმარიგში ვარ, აი აქ ვარ, ნახეთ, აი აქ ვარ მოსული. ხო? და აქეთ უნდა წამოვიდეთ. ეხლა აი უნდა კარგად შევხედოთ. ხო, აი ესე უნდა წამოვიდეთ და აი ამ ადგილს გავაკეთებ აი აქ, ცოტა ზემოთ, ანუ ეხლა გავაკეთებ და ვფიქრობ, რომ ეხლა მე რახან ვარ აი აქ, მე დამრჩა კიდევ რამდენი რიგი აი აქამდე სანამ მივალთ, ხო? 1 2 3 და 4. 4 რიგი დამრჩა სანამ დავასრულებ აი ამ შუა ნაწილს, ხო? აქ გვაქვს ესე იგი 1 2 3 4. ეს ზუსტად 4 რიგია აქაც. ანუ ფაქტიურად ეხლა ჩვენ ამითი ვასრულებთ. აი ამ ნაკსოვით. მაგრამ აქ ისე გავაკეთოთ, რომ მე ვფიქრობ, რომ მაინც აქ გარკვეული ცვლილება ბოლოს ბოლოს ეს მე მგონი არ შეეხება კარგით. ეს არ შეუშლის, ეს კიდევ ზემოთ რიგია, ვფიქრობ, რომ წესით არ შეუშლის. ხო, აი აქ ეს უგუღმარიგი ჩვეულებრივია, კარგით. ესე იგი 4 რიგი გვაქვს მოსაქსოვი კიდევ სანამ აი აქ მივიდოდეთ. მერე ცალ-ცალკე იქსოვება ეს მხარე, ეს მხარე. ისევე როგორც აი მე უკვე გაჩვენეთ უკვე მოქსოვილი რაც მაქვს. ეხლა ჩვენ აქ მოვხსოვთ, ნახეთ, აი აქ მოვედი, ხო? აი ამ რიგს გამოვყევი. ეს რა თქმა უნდა ჯერ არ მომიქსოვია, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დაბლაა ჩემი ესეთი ორნამენტისთვის. აი აქ მოვედი და ეხლა უნდა ავამაღლოთ 3 თავისუფალი თვალი, კიდევ ერთი, ხო, არკის, აქ შეგიძლიათ დაამაგროთ ნიშნული, მოდით გავაკეთებ 1 2 და 3, აი აქ მესამეში ჩავამაგრებ. აი აქ. უბრალოდ მოტრიალების ადგილი რომ მონიშნოთ. და ერთი ეს როგორც არკის. ეხლა მოვტრიალდით. ეხლა აქეთ მოვდივართ, ხო? აქ უკვე გვაქვს ორნამენტი. აი ესეთი, როგორც ვხსოვდით მანამდე. ანუ აქ ეხლა აი ამ ორნამენტს და ამ ორნამენტს მოვხსოვთ ისევე როგორც მანამდე ვხსოვდით ჩვეულებრივად. და აი როცა აქ მოუახლოვდებით, ეხლა აი აქ ვარ, ხო? აი აქ იმის ნაცვლად, რომ აი ეს მოვხსოვ, რაც აქ არის, ფაქტიურად აი თითქოს აქ ვარ, ხო? კარგად შევხედოთ, აი თითქოს აქ ვარ, აი ამას მოვხსოვ. აი ამას. აქ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით მიუყვეთ იქ არ არის ისეთი მარტივი. კარგით, აი ესე მოვტრიალდით, აქ ერთი სვეტი, როგორც გსოვდით მანამდე, მერე ორნამენტი 5 თავისუფალი თვალით და ჩასვლა, ესე იგი ამის ქვემოთ. აი აქ. ეს სულ ასე აკეთებდით, ხო? სანამ ესე იგი აქამდე მოვედი, სულ ასე გსოვდი მეც და თქვენს ესე როგორც გაჩვენეთ. აქ 6 თვალი ნამატის გარეშე. და ფაქტიურად შეიძლებოდა აი უკვე სადაც იწყება ცვლილება, იქ შევხვედროდით, მაგრამ მაინც ჯობია რომ უფრო კარგად მოვყვებით, მე მგონი. რაცა ყველაფერს ესე გაჩვენებთ. ესე იგი აქ გვაქვს 6 2 4 6. ეხლა აი აქ როგორც გსოვდით, ერთი სვეტი, ერთი თავისუფალი, მეორე სვეტი. შემდეგ 1 2 3 4 5. ისე ჩავდივართ, სადაც პირველი ის იყო, ხო, ესეთი ნაწნავისებური უზორის ესეთი დეტალი. ისე 6
თვალი ნამატის გარეშე 1 2 3 4 5 და 6 აი ესე აქ 2 სვეტი გაქვთ გახსოვთ ხო აი აქ 1 სვეტი მეორე სვეტი შემდეგ ისევ 5 ესე იგი ერთი ორნამენტი მოგხსოვე ხო კიდევ მეორე როგორც ჩვეულებრივ გხსოვთ როგორც იგივეს გავემეორებ ასე იგი აქ 1 და აი აქ და ქვემოთ აი ეს ახლა ისევ ეს 2 სვეტის თავი 1 და 2 ეს გახსოვთ ხო ეს 2 სვეტი რომ მიყვება სულ ესე იგი აი ეს ნახეთ აი აქ ვიყავი აი ეს 2 სვეტი მოგხსოვე ახლა ბოლოს ახლა აქ თითქოს იგივე გრძელდება რაც აქამდე გხსოვე ხო მაგრამ ახლა გავაკეთებ ესეთ რამეს ახლა აქ მინდა მე რომ ეს ჩემი დეტალი მივა მაგრამ ამიტომ აქ სიბრტყე უნდა შევქნათ და აი აქ ვარ ხო აი აქ ახლა ამის შემდეგ ამის ნაცვლად მოგხსოვ ნახეთ ჩამოდიხართ აი ამას მოგხსოვთ თითქოს აი აქ ხართ ნახეთ ეს 2 სვეტი მოგხსოვეთ თითქოს ახლა აქ დააკვირდით აქ ისევ ჩადიხართ თავის ან გასწრუ ქვემოთ აქ პირველი ჩვეულებრივად არის მერე სვეტია როგორც ჩვეულებრივ და მერე ცოტა იცვლება აი ეს ადგილია მნიშვნელოვანი ჯერ ახლა ისევ მსგავსია როგორც ჩვეულებრივ გხსოვთ 1 2 3 4 5 აი ახლა რომელიც მოდის ხო როგორც გხსოვდით 1 და 2 აი აქ ჩვეულებრივ ისევ მოგხსოვთ 6 თვალს ნამატის გარეშე ამ ჯაჭვზე ესე და 1 სვეტი მოგხსოვთ მხოლოდ ახლა ნახეთ აი აქ 1-დან 2 გამოდის ხო 2 სვეტი იქ შუაში 1 სვეტი ახლა შევხედოთ ნაკსოვს აი აქ ხო თითქოს აქ ვართ აი აქ აი ეს მოგხსოვე ახლა მუქი ფერის სვეტი რომ ჩანს ხო აქვე ახლა აქ თუ დააკვირდებით თქვენ აქ გაქვთ ისევ ნახეთ აი ეს თავი არის თითქოს გავადიდო აი თითქოს აი ისევ ესეთი იქნება სიგრძე იმიტომ რომ ფერი არ იცვლება ფერზე არის დამოკიდებული რა სიგრძის ჯაჭვს გხსოვთ ხო აი აქ როგორც მოგხსოვე 5 თავისუფალი თვალით და მე 6 თვალით ნამატის გარეშე ხო ზედ ეხლა აქ აი მეორე სვეტის ნაცვლად აი ამას გხსოვთ ნახეთ აი ისევ იგივე ადგილას ჩადიხართ სადაც აი ეს ჩავიდა აი ესეც იგივე ზუსტად ესე იგი აქ მეორე სვეტს არ გხსოვთ არც თავისუფალი თვალი არ გაქვთ ხედავთ როგორც წესი აქ ჩვენ გქონდა ხოლმე ეს შუაში თავისუფალი თვალი აქ პირდაპირ სვეტის ეს თვალი ერთი ნამატის შემდეგ პირდაპირ აი ეს 5 1 2 3 4 5 თავისუფალი თვალი ჩადიხართ იგივე ადგილას სადაც აი ეს ეხა ბოლოს რაც ჩავიყვანეთ ხო აი იქ ისე ჩვეულებრივ ისე 6 თვალი ნამატის გარეშე
ეხლა შევხედოთ. აი ეს ამოვიყვანი ხო? აი ეს ესე ჩავედი და მოვედი. ეხლა აი აქ სადაც გქონდათ თქვენ წინა რიგში ორი სვეტი ხო? ეხლა ეს ხო აქ ცენტრიდან გამოვიდა და ესეც ფაქტიურად ეს არც ცენტრშია, უბრალოდ ქვემოთ ჩავიდა კიდევ. აი შემდეგი სვეტი თვალი ერთი ნამატით. აი ამ მეორე ორი სვეტიდან მეორეს თავზეა. აბა ნახოთ. აი აქ ნახეთ, ხედავთ? აი ესეთი. აი ამის თავზეა ერთი სვეტი. ანუ თვალი ერთი ნამატით. შემდეგი სვეტი აქ უკვე ჩვეულებრივი სვეტები გაქვთ. 4 სვეტი იყო, 4-ვეს თავზე თითო-თითო. ანუ ეს 1 იყო, ეხლა კიდევ 4. 1 2 3 და 4. აი ესე 4 მოგსოვე უკვე. ჯამში გაქვთ ნახეთ თუ გადავთვლით 1 2 3 4 5 6. 1 ეს მოგსოვე, ახლა 1 2 3 4 მოგსოვე და კიდევ ერთი სვეტი აი აქეთ რო გაქვთ ხო? ერთი თვალიდან გამომავალი ორი სვეტი აი პირველი სვეტის თავზე. კიდევ ერთი სვეტი, აბა დააკვირდით. აი ეს ხედავთ? აი აქ უნდა მოგსოვოთ პირველი სვეტის თავზე. ერთი სვეტი. აი ეს ჯამში გაქვთ ახლა აი თუ გადავთვლით 1 2 3 4 5 6. 6 სვეტი გაქვთ. ეხლა ისევ არის ესეთი ჩასვლები. აი როგორც აქ გავაკეთეთ, ესეთ სიმეტრიულად. აი ესეთი ხუთთვლიანი, ესეთი თავისუფალი თვლით ჩადიხართ. ესე იგი აქ თუ ხართ, ჩადიხართ, აი აქ. აი აქ. 1 2 3 4 5. მე მგონი ეს სხვა ძაფებიც აერია აქ, ჩემ ძაფს. კარგით. ესე ჩავდივართ, ესე იგი, აი 1 და 2, აი აქ. ამაგრეთ 6 თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. და ეხლა მოდით შევხედოთ, აი აქ ვარ. ეხლა ნახეთ, აქ როგორც გქონდათ, ერთი თვალი ნამატით, ხო? აი ამ ცენტრიდან. ხო, ესე გააკეთეთ. ესე ნახეთ, აი აქ. ერთი თვალი, ერთი ნამატით. აი ეს. კარგით, ეს მოგსოვე და კიდევ ერთხელ აი ეს ნაცნავისებური იგივე ადგილას ჩადიხართ, სადაც პირველი ჩავიდა, აი სადაც ეს ჩავიდა, ხო? ისევ 5 თავისუფალი თვალი. ესე იგი 1 2 3 4 5 და იგივე ადგილას ჩავდივართ. აი აქ. თვალი ნამატის გარეშე, ისევ იგივე წესით როგორც გსოთ, 6 თვალი ნამატის გარეშე. აი ეს. ამის შემდეგ ფაქტიურად ჩვენ ჩვეულებრივ წესით ვაგრძელებთ, როგორც მანამდე გსოდით. ანუ აი აქ ვართ, ხო? ორი სვეტი, ანუ ამ თითო-თითო სვეტს რო ვტოვებდით, გახსოვთ ხო? ახლა მოდით დაგანახეთ. პირდაპირ ეს გახსოვთ ხო? 4. აი აქ 2-ს მოგსოვთ ხოლოდ 1 და 2 და ასე უკვე ჩვეულებრივ, აქ უკვე ჩვეულებრივ გააგრძელებთ ბოლო ორი ეს ორნამენტი, მოიქცევა როგორც აი თავიდან რომ მოგსოვე ხო აქ. აი აქ ხედავთ როგორ გაგანიერდა ეს სიბრტყე. ანუ ეს ცოტა თითქოს ჩაწიეთ აქეთ-იქით და აქ განთავისუფლდა ადგილი აი ჩვენი ნიშნულის ჩასადებად, მაგრამ ფიქრობ ძალიან მაინც დიდია. ანუ დიდი ადგილი გვექნება, კარგით, არა ვაშა, თუ ძალიან დიდი ადგილი იქნება, შეიძლება სხვანი რაღაც ისე დეკორაციული დეტალი ჩავამაგრო, უფრო რომ მოუხდეს, ხო? ეს ძალიან პატარაა ჩემი აზრით ამისთვის. კარგით, ესე იგი, აქ ახლა ჩვეულებრივ გავყვებით, აქ ჩვეულებრივად იქცევა, როგორც მანამდე ვქცევდით, მე დავაპატარავებ ცოტას. ანუ ჩვეულებრივად ეს არის მხოლოდ ეს
გარკვეული მონაკვეთია, სადაც განსაკუთრებული ქსოვა საჭირო. აი ეს მოგხსოვეთ ახლა ეს ადგილი. აქ ჩვეულებრივ გააგრძელებთ. მოტრიალდებით, აი აქ მოდით რომ მოვტრიალდები, გაჩვენებთ. აი დაგიბრუნდით, ნახეთ, ეს რიგი გავყევი ბოლომდე. ეხლა ნახეთ, სულ ბოლოში აი სადაც ნიშნულის ადგილას ამოვიყვანე თვალი და ეხლა ჩვენ აი როგორც გითხარით, მე სინამდვილეში აი ამ რიგში ვიმყოფები, აი აქ, იმიტომ რომ აი ესე თუ გადათვლით აი ამ ორნამენტებს, 5 ორნამენტი დაგქონდეთ და მე-6-ზე დაგიბრუნდით. 1 2 3 4 5 და აი 6. მე-6-ე მოგხსოვეთ ახლა აი ამ რიგში. უბრალოდ ეს ადგილი შევცვალე აი ამით, ეს წავწიე ზემოთ, ხო? ეს შუა ადგილი. ეხლა აქ მოვედით, გავედით. აქ იგივე წესით იყო როგორც აქ გვერდითი ნაწილი და ეხლა უკუღმა რიგში უკვე აქ შემცირება უნდა მოვახდინოთ გვერდებიდან, ნახეთ. ამიტომ იმასთან ერთად რომ აი აქ თქვათ ამ ადგილს მოვხსოვთ, ახლა ნახეთ ეს არის უკუღმა რიგი, ხო? რასაც ვაპირებ რომ აი ეს ადგილი ცოტა ესე მოდიფიკაცია უნდა გავაკეთოთ. აი აქ ეს ავწიე აქეთ, ხო? აქეთ მხარეს უფრო ზემოთ. სინამდვილეში მე აი აქ ვარ ახლა მოსული და აქ მე თან გავაკეთებ მოკლებას, რომ ჩანთ ეს ფორმა ისეთი გავაკეთე, როგორც უკანა მხარე იქნება, ხო? ამიტომ ნახეთ დააგვირდით, აქ მნიშვნელოვანია ახლა ეს. აქ ვარ მოსული, ნახეთ, სვეტი რაც მაქვს ბოლოს მოგხსოვილი. ეხლა მოგხსოვ 3 თვალს ბიჯის, ანუ ეს სვეტი, 1 არკა და შემდეგი სვეტი უკვე ნახეთ, აი როგორც წესი სვეტის თავზე იყო ხოლმე. აქ პირდაპირ ორნამენტის თავზეა. აი ეს დააგვერდით რომ არა შეგეშალოთ რომ ეხლა უკვე მოკლებას ვაკეთებ ცოტა გვერდებიდან. 1 2 3, აი აქ დავაბრუნებ ნიშნულს ეხლა ამ ხარეს რა ნიშნულიც მქონდა. კიდევ 1 თავისუფალი თვალი და მოტრიალდით, ესე იგი პირველი სვეტი, ეხლა რასაც გხსოვთ თვალი 1 ნამატით. აი ამ სვეტის თავზე კი არ უნდა მოგხსოვთ, როგორც წესი ესე გხსოვდით. არამედ აი ორნამენტი, პირველი ორნამენტი რაც გხვდებათ, აი იქ უნდა მოგხსოვთ. აი აქ თვალი 1 ნამატით. შემდეგ ჩვეულებრივ გრძელდება. აქ უკვე აი აქ ვართ, ხო? აქ ჩვეულებრივ გრძელდება, სანამ არ მოხვალთ აი ამ ადგილას. ანუ ჩვენ ახლა აი ამას გავაკეთებთ, აი ამ ადგილს. ხო? თითქოს ეს არის უკუღმა რიგი. აი ეს არის უკუღმა რიგი და ამას ჩავრთავ მე აი ამ ადგილას. კარგით? ეხლა აი გავყვებით უბრალოდ, როგორც გხსოვდით მანამდე უკუღმა რიგებს. ესე იგი, ორნამენტში ესე შევედი, ეხლა აი აქ ეს აი ამ ადგილას 2 სვეტი უნდა ამოიყვანოთ, მათ შორის 1 თავისუფალი თვალია. ისე ორნამენტის ადგილას ასე ამოიყვანთ სვეტს. შემდეგ აი ეს 2 სვეტი გაქვთ, აქაც ჩვეულებრივ. და ისევ აქ მოდით მივიდეთ ბარემსად. ესე იგი, სადაც უკვე მოდიფიკაციას გავაკეთებთ, რომ ისეთი დეკორაციული დეტალი ჩაჯდეს იმ ადგილას. აქ ისევ ორნამენტში. აქ 2 სვეტი და ფაქტობრივად მოვედით. აი იქ სადაც უნდა გამოვიყვანოთ ცოტა განსხვავებულად. აი ეს 2 სვეტი მოგხსოვეთ და მოდით შევხედოთ. აი აქ ვართ. აი ეს 2 სვეტი მოგხსოვეთ და ეხლა აქ ვარ, მაგრამ ეს აქ რა თქმა უნდა არ არის ცვლილება, იმიტომ რომ აქ ჩვეულებრივად აქვთ ნაკსოვი. მე აქ თუ ჩამოყვებით, აი აქ მოვედი. ეს მაქვს მოსაქსოვი, აი ესე ჩამოყვებით. კარგით. აი ესე ჩამოყევით, არ უნდა შევეხო მოკლედ. აი აქ ვარ. ხო, უკუღმა რიგი, აი ეს. და აქ ესე იგი, როგორც ხედავთ, ორნამენტის თავზე გვაქვს ნაკსოვი, სვეტი, შემდეგ 1 თავისუფალი თვალია, ესეთი ბურთულა. ესე იგი, ორნამენტის თავზე მაქვს სვეტი. აი ეს. და შემდეგ 1 თავისუფალი თვალი. კარგი.
აბა ვნახოთ ახლა. აი აქ. ახლა ისევ სვეტია წინა რიგის სვეტის თავზე. აბა ვნახოთ. აბა სად გვაქვს წინა? აი ეს სვეტი ხედავთ? ერთი სვეტი რომ მოგსოვეთ მხოლოდ, აი მის თავზე სვეტი. კარგით. შემდეგ უკვე პირდაპირ ამ ორნამენტს ტოვებთ. აქ კიდევ ერთი ორნამენტი ქონდათ, გახსოვთ? აი ესეთი. ნახეთ, ცოტა შეცვალა ფორმა, იმიტომ რომ ესე გაათავისუფლა ადგილი სიბრტყისთვის. აი ეს. აქეთაც იგივე. ნახეთ, აი ეს გაიწია აქეთ, ეს იქით გაიწია, რომ აქ ბრტყელი ადგილი დაგრჩეთ აი ეს. ეხლა ესე იგი პირდაპირ შემდეგი ორნამენტში არ შედიხართ და პირდაპირ აი აქ 6 სვეტი გაქვთ, აი თითო სვეტის თავზე თითო სვეტი. შემდეგი ორნამენტიც უნდა გამოტოვოთ, ხედავთ, აქ არაფერი სვეტი არ შეესაბამება, ეს სვეტი არის უკვე მეორე სვეტის თავზე, აი ეს, ნახეთ, აი ეს. როგორც აქეთ გავაკეთე, ზუსტად ისევე. აი ამ შეხედეთ, აი ორნამენტს არ ჩართავთ ნაკსოვში და პირდაპირ სვეტების თავზე 6 სვეტი გაქვთ, ასე რომ შეაფასოთ, რომ არ შეგეშლებათ. მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე. ეხლა როგორც გითხარით, აქ ორნამენტის თავზეც არ მოგსოვ სვეტს, ანუ აი პირველი აი ეს რაც არის, აი ამის თავზე არ გსოვთ და პირდაპირ აი პირველივე სვეტი რაც შეგხვდათ, იმის თავზე გსოვთ სვეტს. კარგით. ეხლა ამის შემდეგ, აი აქ, ნახეთ, ეს სვეტი მოგსოვ. ეხლა ერთი თავისუფალი თვალი, აი ესეთივე ადგილია, როგორც აქ გქონდათ. თავისუფალი თვალი და მერე უკვე ორნამენტის თავზე გაქვთ სვეტი. ერთი თავისუფალი თვალი და აბა და აი ეს ორნამენტის ფაქტიურად ერთი ფრთა გამოვტოვეთ, მეორეზე მოგსოვეთ. აქაც ეს ფრთა გამოვტოვეთ, აქეთ მოიგსოვთ, ხო? აქ უკვე ჩვეულებრივად ახლა, აქ უკვე ჩვეულებრივი წესით გრძელდება, ნახეთ, სვეტების თავზე სვეტებია, ორნამენტის თავზეც სვეტი გაქვთ, ამ შუა იმიდანაც გამოდიან, მოკლედ აქ ჩვეულებრივად როგორც უკუღმარიქს, როგორც მანამდე გსოვდით, ზუსტად ისე. ანუ ის ადგილი გავიარეთ, რაც იყო ესე იგი მოდიფიკაცია, სადაც იყო გასაკეთებელი ცენტრში. ეხლა მე მინდა მაინც გაჩვენოთ დასრულება, იქ შემცირება საჭირო ხო? ასე იგი ვიწროვდება ჩანთა ცოტა უკვე ზემოთა ყელისკენ მივდივართ და უნდა შევამციროთ. და გავედით ბოლოში, ოღონდ მოდით კარგად შევხედოთ თან სქემას. ესე ორნამენტში და გახსოვთ ახლა თუ გაიხსენებთ, პირდაპირ ორნამენტის შემდეგ იყო პირდაპირ ბოლო, ანუ სვეტი უნდა გამოტოვოთ იქ ერთი სვეტი. მოდით აბა შევხედოთ, ამოტრიალდა. აი ესე ნახეთ. აი აქ გამოვედით, ახლა უკუღმარიგია. აი აქ. ხო? აი ეს და ორნამენტის თავზე რომ მოგსოვეთ, აი ამ ორნამენტის თავზე ეს სვეტი მორჩა, აი აქ ამ სვეტის თავზე აღარ გსოვთ, ხო, როგორც აი აქ, ნახეთ, გამოვტოვეთ ეს ამ სვეტის თავზე არაფერი არ არის. ეხლა ერთი თავისუფალი თვალი და პირდაპირ, აი სადაც ნიშნული გაქვთ, ხო, სამი თავისუფალი თვალი სადაც გქონდათ, იქ პირდაპირ. მოდით ამას მოვაშორებ. რაღაც კარგი, მაინც დაგჭირდება ხა მოტრიალებისას ისე. აი ესე იგი, ორნამენტში შევედი, ერთი თავისუფალი თვალი და პირდაპირ, აი ნიშნულის თვალში, პირდაპირ. აი ეს თვალი ერთი ნამატით. ეხლა უნდა მოტრიალდეთ. დავაკვირდეთ, ახლა წაღმარიგზე გადავდივართ. აი აქ ვარ, სამი თავისუფალი თვალი და აი არკის თვალში გაქვთ მეორე სვეტი უკვე. 1 2 3, არ ვიცი, აქ მე მგონი აღარაა საჭირო ნიშნის გაკეთება, იმიტომ რომ შემდეგი აი პირდაპირ არკის თვალი, აი აქ. არკის თვალში ამოყავთ შემდეგი სვეტი. ხოდი კარგად შევალ. და აქ ჩვეულებრივ გსოვთ, სანამ არ მოხვალთ აი ამ ადგილას. კარგით? აი ამ ადგილას დაგიბრუნდებით. აქ კიდევ ერთხელ აი ეს უნდა გავაკეთოთ, ცოტა მოდიფიკაცია.
და შემდეგ რიგშიც უნდა გავაკეთოთ ცოტა მოდიფიკაცია და ამით ფაქტიურად ვამთავრებთ აი აქ ვიქნებით უკვე როცა ეხლა მე დაგიბრუნდებით აი აქედან დავიწყე ეს გაჩვენეთ რომ აქ კიდე უფრო შევამცირეთ ეს გვერდიდან ხო ცოტა დავავიწროვეთ ეხლა ჩვეულებრივად გააგრძელებთ ორნამენტს მოგხსოვთ ჩვეულებრივად აქ კიდე ორს ვეთ და აი აქ დაგიბრუნდებით კარგით აი ახლა ნახეთ მე უკვე აი ესე მოვედი აი ამ ადგილას ესე იგი ეს ორი ორნამენტი მოგხსოვე აი ეს და კიდევ ორი სვეტი ეხლა ესე იგი მე ვიმყოფები აი აქ ეს მოგხსოვე ეს ორი სვეტი ეხლა ჩვენ მოგხსოვთ ორნამენტს ანუ ეხლა აი თითქოს ამას ვხსოვთ ხო მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვართ აი ამ სიბრტყის გამო ეს სიბრტყე რო გჭირდება ხო აქ მოდიფიკაციები აი აქ ვართ სინამდვილეში აი აქ ანუ აქ ნახეთ ისე ორნამენტია ჩვეულებრივ როგორც აქ არის ორნამენტი ასევე ანუ ეხლა მოგხსოვ ამ ორნამენტს მაგრამ აქვე დავაკვირდეთ შემდეგი თვალი არის აი აქ ნახეთ სვეტი აი ამ თავისუფალ თვალში წინა რიგში გვაქვს თავისუფალი თვალი მოდით ნახოთ სად არის ეს არის აი აქ უნდა ჩავიდეთ ამ ესეთი გრძელი თვალის შემდეგ სვეტი და ყველა სვეტის თავზე სვეტები გაქვთ აქ აი სანამ არ მიხვალთ ბოლომ ეს რო გადავთვალოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 სვეტია აი ეს მე-10 არის ასევე თავისუფალი თვალი გაქვთ აი აქეთ მხარესაც ხო აი აქ სულ უნდა გქონდეთ 10 თვალი ხა თუ გადათვლით ესეც გექნებათ 1 2 3 4 5 6 7 8 9 მოდით კიდევ ერთხელ ესე იგი ახლა მე აქ ჩავალ ხო და აქ მექნება 1 2 3 4 5 6 7 8 აი აქაც უნდა შევდეთ 9 და შემდეგ 10 აი ესე გამოგვივა 10 თვალი ხო არც ერთი თვალი არ უნდა გამოვტოვოთ კარგით ესე იგი ჯერ გსოვთ ახლა ჩვენ ისევ 5 თავისუფალ თვალს აი ეს როცა ჩასვლებს ვაკეთებდით ისე და ზედმერე 6 თვალი ნამატის გარეშე იქნება ახლა აქ დააკვირდით ესე იგი როგორც ჩადიოდით ისევ ვთქვათ აქ მოდით მაინც შევხედოთ ცოტა მოდიფიკაციაა და ესე იგი სინამდვილეში ვიმყოფები აქ მაგრამ ვაკეთებ აი ამ მოდიფიკაციას აი ამ ადგილისას და ამიტომ აი ახლა აი თითქოს აი აქ ვარ ესეთი ნაკსოვი უნდა გავაკეთო და უნდა ჩახვიდეთ ნახეთ აი აქ ეს კრთალი ფერით ეს დახაზულია ეს თვალი აი აქ ჩადის ესე იგი აი აქ სადაც იყო ერთი რიგის გამოტოვებით ერთი და მეორე ნახოთ ახლა აი აქ რო ვიყავით აი ამას გამოტოვებთ ოღონდ ისე დააკვირდით რომ აქ უკვე თქვენ აღარა გაქვთ ორი გახსოვთ ხო ორი ესეთი სვეტი რო გამოდიოდა და მხოლოდ ერთი სვეტია აი მართლაც ესია აი ეს ჩადის აი აქ ერთი სვეტი გაქვთ და აი მანდ უნდა ამ სვეტის ძირში მიამაგროთ აი ეს ხედავთ ერთი სვეტი გაქვთ და აი აქ შევიდოდი ისე თვალი ნამატის გარეშე ესე ჩამაგრება და ეხლა 6 თვალი ნამატის გარეშე 1 2 3 4 5 6 ესე ეხლა როგორც გითხარით აი ეს სვეტები გვაქვს სულ მიჯრით 10 სვეტი პირველი სვეტი არის აი თავისუფალ თვალში ეხლა თუ დააკვირდებით აი აქ არის აქვე ჩანს ყველაფერი აი აქ არის შეგიძლიათ არკაში შეხვიდეთ მე არკაში შევალ მაგალითად და აი ესე შემდეგ 1 ეხლა ამის ჩათვლით არის სინამდვილეში 10 1 2 გვაქვს ეხლა ხო 3 4 5
6 7 8 9 და აი ისევ არკაში 10. როგორც არკიდან დავიწყეთ, ასევე არკიდან უნდა დაამთავროთ. აი საკმაოდ ფართო ესა გაქვთ ნაკსოვი. აქ შეგიძლიათ ცოტა დიდი კიდევ ერთი რიგი გვექნება ესეთი, ხო, მოტრიალებისას და აი საკმაოდ ფართო ესეთი ადგილი გაქვთ, სადაც შეგიძლიათ რამე ესეთი ლამაზი დეტალი მიამაგროთ. ეხლა ისევ ამის შემდეგ 10 სვეტის შემდეგ ისევ აი ესეთი მკრთალი ეს არის, ხო, ესეთი ორნამენტის ნაწილი, ისევ იგივე წესით ჩავალთ, ესე იგი აქედან ერთი რიგის გამოტოვებით და წინა რიგში აი ერთი სვეტი გაქვთ იმის წინ. იმ სვეტის წინ მოდით გაჩვენებთ. 5 თავისუფალი თვალი, რა თქმა უნდა, ახლა დააკვირდით. ესე გაშალეთ ეს. ესე იგი ამ რიგის და აი წინ ეს ერთი რიგი გამოტოვეთ და წინ, ნახეთ, აქ ერთი სვეტი გაქვთ და სვეტის აი აქეთ, ხო? აი აქ. რომ სიმეტრიულად იყოს ეს ორივე მხარე დეტალის მიმართ. აი ეს შემოატრიალეთ. ახლა 6 თვალი ნამატის გარეშე. და ვაგრძელებთ ფაქტიურად აქ უკვე აღარ არის განსხვავება, იმიტომ რომ უკვე ეს ორი სვეტი, შემდეგ ისევ ორნამენტი, ორი სვეტი, ორნამენტი. ან ახლა ვიმყოფებით ესე იგი, როგორც გითხარით, უბრალოდ ეს გავაკეთე მე აქ გარკვეული, აი აქ ვიყავი ხო, ახლა ეს რასაც გსოვდი. ახლა აქ უკვე ორნამენტი გავაკეთე და ორი სვეტი, ორნამენტი, ორი სვეტი. ესენი ჩვეულებრივი ორნამენტებია, ხო? ანუ სინამდვილეში მე ვარ აი აქ მოვედი, აი აქ ვაგრძელებთ, აი აქ. აი ესე უნდა დავასრულოთ. ახლა მე ამას მოვგსო და გაჩვენებთ აი ამ ადგილს, აი აქ დაგიბრუნდებით ბოლო ორნამენტს რომ მოვგსო, რომ აი ეს ერთად დავასრულოთ რიგი და გადავიდეთ მომდევნო რიგზე, ხო? კარგით. თქვენც ესე გაყევით. ახლა აქ გახსოვთ ხო, ესე 4 სვეტი გაქვთ და შუა ორ სვეტში ამოყავდათ ეს ორი სვეტი.